ხალხო, თვალები გაახილეთ და დაუკვირდით რა ხდება. სამყარო აიფსოს სულიერი პარაზიტებით, რომლებიც თქვენს უბედურებაზე ან ნიჰილიზმზე ფულს აკეთებენ. ეს ვითომ ექსტრასენსები, მკითხავები და ასტროლოგები სუფთა წყლის აპერისტები არიან. უბრალოდ შეხედეთ მათ სტილს. გაჭირვებულ ადამიანს, რომელსაც ლუკპაპური ენატრება და ნამდვილი ნუგეში სჭირდება, ბოლო კაპიკებსაც კი აცლიან ჯიბიდან. სამაგიეროდ დიდრებს ისედაც მაძღრად რომ არიან, ზღაპრებს უყვებიან, რათა მათ სიმშვიდე და სულიერი ბედნიერება მიყიდონ. სად არის აქ უფლის ხელი? უფალი სიმართლეშია და არა იქ, სადაც სხვის ტკივილს ტარიფებს უწესებენ. ვინც ხვის გაჭირვებას საკუთარი ჯიბის გასასქელებლად იყენებს, ის თავად ხდება ბოროტების იარაღი. იცით, რატომ აკეთებენ ამას? იმიტომ რომ ეგეთი ხალხი ძალებს უფლისგან კი არა, ბოროტისგან იღებენ. ეგ არის სიბნელის ენერგია, რომელიც ადამიანის მოტყუებაზე და დამარცხებაზეა დაგეშილი. ბოროტი ძალა ყოველთვის ფასს ითხოვს და ეს აფერისტებიც სწორედ მაგას აკეთებენ. თქვენს რწმენას და უკანასკნელ იმედის ნაპერწკალს ფულში ცვლიან. გახსოვდეთ, სულიერი ვაჭრობა ყველაზე მძიმე ცოდვაა, რაც კი შეიძლება ადამიანმა ჩაიდინოს. მე პირადად უფლისგან მაქვს ბოძებული რამდენიმე ნიჭი და კარგად ხედავ მათ სიყალბეს. სწორედ ამიტომ ვამბობ უარს ამ ზებუნებრივი ძალების გამატერიალიზებაზე, რადგან ეს უფლის წინაშე დიდი ცოდვაა. ნამდვილი ძალა გასაყიდი საქონელი არ არის. ამ ნიჭის ფულად ქცევა იქნებოდა იმავე ბინძურ გზაზე დადგომა, რასაც ეს მატყუარები აკეთებენ. ნუ უჯერებთ ამ თაღლითებს, ნუ აძლევთ უფლებას, რომ თქვენი შიშით და გაჭირვებით იხეირონ. ნუ გაცვლით თქვენი სულის ნამდვილ ნათელს იაფასიან ილუზიებში, რადგან ყალბი შუქი გზას კი არ გაგინათებთ, არამედ უფსკრულისკენ წაგიყვანთ. მე თქვენთან ვარ და დარწმუნებული იყავით, რომ არასდროს შევწყვეტ ბოროტების მხილებას და სიკეთის დახმარებას. სიბნელე სინათლეს ვერასდროს სძლევს. სიბნელე არის სინათლის ნაკლებობა. ეს არის ფიზიკის კანონი. ვინც სიმართლეს არ ღალატობს, ის არც არასდროს დამარცხდება. როგორც დიდმა შოთა რუსთაველმა თქვა, კოკასა შიგან რაც ადგას, იგივე წარმოსდინდების. ყველა ადამიანს ეთყობა საუბარზე, რა ძალასაც ფლობს და რა ამოძრავებს. ამიტომ ასეთ ხალხს გირჩევთ, ისევ შოთა რუსთაველის სიტყვებით, ჯობს სახელისა მოხვეჭა, ყოვლსა მოსახვეჭელსა. სიმდიდრე წარმავალია, ხოლო სახელი და სული უკვდავი. თქვენი ცხოვრების სადავე სხვას არ ჩაუგდოთ ხელში და ნუ ეძებთ გამოსავალს იქ, სადაც მხოლოდ სიცრუე და ვაჭრობაა. სიმართლით მოპოვებული ერთი ლუკმა უფრო ტკბილია და სასიკეთო, ვიდრე სხვისი ხელით დახატული ოქროს სასახლეები. უფალმა გაგახაროთ და გაგაძლიეროთ. უფალმა კეთილ გზაზე გატაროთ. ყველაფერი კარგად იქნება.